მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მშვენიერი დარბაზი, გულშემატკივრები, ჟიური, გუნდები, დადებითი ემოცია და ბევრი ტაში და სიცილი. დიახ, ეს ყველა ხდება აქ ჩვენთან თამაში, რომელსაც ქვია ქართული ლიგა. დღეს მესამე მეოთხედფინალური შეხვედრა, გავიარეთ უკვე ორი მეოთხედფინალი. გამოვლინდა 4 გამარჯვებული, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ნახევარფინალში და დღესაც 4 გუნდი ყავს, რომელიც გავა ნახევარფინალში 2. ნუ თუ შემდგომ უკვე თუ ჟიურის გადაწყვეტილება იქნება, ვინმეს გული დაწყდება ან რაღაცა იქნება, დაამატებს ეს უკვე მათი გადასაწყვეტია და მათი პრეროგატივა. მაგრამ მოდი ჯერ სანამ მაგ ამბებამდე მივალთ, მოდით წარგიდგენთ ამ 4 გუნდს. მაშასე ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. გუნდი 2 ცალი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი. და წინა სეზონის ჩემპიონი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის გუნდი ზურგის ქარი. იმედი მაქვს ასეთივე ტაში იქნება ჟიურის გამოცხადებაზე. დავიწყო თავისივე სახელობის ღამის შოუს წამყვანი გიორგი გაბუნია. იუმორისტი და ქართული ლიგის ორგანიზატორი ჯიმი აბესაძე. მომღერალი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი რეზო ბლიაძე. კიდევ ერთი მომღერალი ყავს და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი გელა დონაძე. და ბოლოს ტელე და მუსიკალური პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. წარმატებები ვავშებოდა მიბრძანდით კულისებში, მოემზადეთ პირველი კონკურსისათვის. სანამ გადავალთ უშუალოდ თამაშზე, მე მინდა მადლობა გადაუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნატრაშვილს გაწეული დახმარებისათვის. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თეა ჯუღელს. კარგით, გადავიდეთ ჩვენს პირველ კონკურსზე, იუმორისტული ნომერი. თქვენს წინაშე პირველი წარდგება ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. ხო. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. თქვენ წინაშეა სკოლიდან საპატიო მიზეზით გათავისუფლებული ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. აქვე გეტყვით, რომ ჭირიმე მსოფლიოში ერთადერთი იუმორისტული გუნდია, რომელიც ხარაგაულის სახელით გამოდის. გამოვდი ბიჭი ვახედი. ნელაკენები ხელი მეტყვი. მარია. ხო, კაი, ბოდიში ბოლოა. მარია. აჰა, აგისრულე ნატურა. ვაიმე! ახალი აიფონი დედას გეფიცებით უმჯეროდეს არ არსებობს. ნიკა, სადვარ დღესვე წამოყვე სახლში. საღამა, გოგო, სახლი. მეგობრებო, თუ გვინდა რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ისა უნდა ვითამაშოთ, როგორც აი მაგალითად ასტამა თამაშობდა ახალგაზრდობაში. მე ისა შენ რა იცი, რანაირად თამაშობდა ასტამა ახალგაზრდობაში? რა ვიცი და ნაყურები მაქვს. დაჟე ისიც მახსოვს რა ეცვა. ლურჯი კასტუმი და წითელი ჰალსტუხი. ეი, შეცალტვინა. რა ლურჯი და წითელი? ასტამა რო თამაშობდა, მაშინ ტელევიზორი შავ-თეთრი იყო. ახლა კი ძვირფასო მეგობრებო, სანამ ნახევარფინალში გადავალთ, სიტუაციებზე გადავალთ. შემდეგი სიტუაცია პოლიციაში.
მოქალაქეო, თქვენ ეჭვმიტანილი ხართ? არა, რაღა ეჭვიტანელი, მე გავზარსვე თქო, მე რამდენად გითხრა უკვე. ესე იგი თქვენ მარტო ბრძანდებოდით? არა, რა მარტო, ჩემი უბნელები რო არიან, დათო, ბირკაზე, შვიჩაბათა, კოჭოია, შაქარა, პოკერა, არ მინდა ხვინმე გამორჩეს, ყველა ვიყავით. ესე იგი ითანამშრომლეთ ბოლომდე გამოძიებასთან. ვითანამშრომლებ კი არა, პაგონებს დევიკიდებ კიდე არ გინდა. შემდეგი სიტუაცია ხარაგაულელი დეზდემონა. ილოცე ძილის დეზდემონა. მე ვიცალე ლოცვის თვინ. აცი კაცო ფეხები გამოხვეტო. კაცებს რა გენახულებათ. და ბოლოს ჩვენი მისალმება გვინდა დავასრულოთ ჩემი მასწავლებლის სიტყვებით. დაიხარე ცოტა შესასიკვდილი ვეღარ ვწდები ყურებზე. თქვენ წინაშე იყო ხარაგაულის იუმორისტული გუნდი ჭირიმე. დიდი მადლობა, ეს გახდათ გუნდი ხარაგაულიდან ჭირიმე. ხარაგაულის გუნდი ჭირიმე მადლობას უხდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ კობალ ურსმანაშვილს გაწეული დახმარებისათვის. ეხლა კი ჩვენი შემდეგი მონაწილე გუნდი ორი ცალი. ხო. მოგესალმებათ ერთი ადამიანისგან შემდგარი გუნდი ორი ცალი. მოიცა მე არაფერი? მოგესალმებათ ერთი არაფრისგან და ერთი ადამიანისგან შემდგარი გუნდი ორი ცალი. ნინი უკვე ერთი წუთი გავიდა და მაყურებელს ვაჩვენეთ რომ არც ცეკვა შეგვიძლია და არც ხუმრობა. მოიცა შენ საერთოდ რა სიმღერაზე შემომიყვანე? რა ერთი ყავს და ორი უნდა, რა კნუტი ვარ? არა, ჩემოფისუნია, არა, ჩემოფისო. ანუ აკრუტუნდი ახლა. შენ არ გაგიგონია? სიყვარულსა მალვა უნდაო. არა? ძმადვის ვინაო? არა. კარგი შვილდედის გულის ვარდიაო? ეგ კი, დედა ჩემს ეწერა ინსტაგრამზე, მაგრამ მამა ჩემო წააშრევინა. ნინი, მოდი გადავიდეთ, რაზეც ყველა გადადის. ახლა კიებზე და მოდით ვნახოთ ებზე და ჩვენი შემდეგი სიტუაციებზე? ზუსტად. ახლა კი მოდით ვნახოთ ჩვენი შემდეგი სიტუაცია. ჭკვიანის და სულელის კამათი. ნიუტონის პირველი კანონის თანახმად ათვლის ინერციულ სისტემაში სხეული უძრავია ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით, სანამ ასე რაიმე ძალა არ იმოქმედებს. Всё? თქვა დამორჩა? კანონია? საერთოდაც არ გვინდა ეს სიტუაციები რა, მაინც ვერ ვაჯობებთ იმათ. ვის იმათ? ნებისმიერ იმათ. ნინი, მე მაშინ რაღაცას გეტყვი. ნინი, მე 10 წელი მიყვარდი და ვერ გეუბნებოდი. რატო გწხვინოდო? არა, ნინი. მეტყველები წყალით მაქვედა და ვერ ვაბობდი.
დამცინი, ხო? ნინი, აი ისე დამელაპარაკე, როგორც შენ და ქალებს ელაპარაკები ხოლმე. აუ, გოგო, ველე და სახალის კინფუდი რო გამოვიდა და შეაბათერი ნახე რა მაგარია. რა არის ეს კინფუდი? არა, არ მინდა ნინი. აი ისე მომეკეცი, როგორც სახში იქცევი ხოლმე. აუ, გამოდი რა იქნებ, მეც მინდა შესვა. არა, ნინი, არა. ის მითხარი მამაკაცი რას აფასებ ყველაზე მეტად. ნუ გეშინია ჩხარტო, ფიზიკურობას არა. მაშინ ვიმღეროთ. აი რა, რომელი არნოლდ შვარცნეგერი მემნახე. რა შუაში არნოლდ შვარცნეგერი, ნინი? რა ვიცი, უცებ მეტი მომღერალი ვეღარ გავიხსენე. და რა ვიმღეროთ? რომ მე ორიგინალური მითხარი. ნინი, ლექსა გიკითხავ მაშინ. კაი. გოგო, საიდო. კაი. არ მინდა ლექსი. როგორც ხედავ, ნინი, მეოთხედ ფინალშიც ვერ მოგაწონე თავი და მოდი ჩვენი საფინალო სიმღერა გვაქვს, ის სიმღეროთ და დავამთავროთ. იმ სიმღერაზე ამბობ, გამოვდივართ სცენაზეები და მაგრები ვართ ყველაზეები და თუ გაცინეთ ამ დარბაზშიები და გვიკარიტაშიები? ზუსტად. ჰე! დიდი მადლობა თქვენს წინაშე იყო გუნდი ორიცალი. მადლობთ, ეს იყო გუნდი ორი ცალი. ეხლა კი ჩვენი შემდეგი მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეგილი. ხო? თბილად ჩაიცვით, უკვე ამინდები აირია. დღეს ამაზე უკეთეს ვერაფერს გეტყვით. ახლა კი ორიოდე სიტყვა ჩვენი გუნდის შესახებ. მე დეადარჩია ვარ. მე ანი ჭითანავა. მე ნინი სადუნიშვილი. ბიჭებო, გთხოვთ ცოტა ხნით Facebook-ი ჩაკეცოთ და მე მომისმინოთ. მე ვალალო ვარ, ამ გუნდის კაპიტანი. გამარჯობა ვალალო. დაჩი რა გააკეთე? ჩვენს კაპიტანს მივესალმე. ეხლა ერთ რჩევას მოგცე. ზვიო, მოგესალმები. გაბუ, გენესვალე. ჯაბოვიჩ, იცოცხლე. შეტენვა უნდა იყოს ესეთი. ეს ლუკა, ჩვენი გუნდის თამადა. იცოცხლე ნინი. იცი ლექსი მოგიძღვენი. ნინი, 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 ნინი. ნინი, ნინი, ნინი. 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 რას აკეთე? წარმოსახვით ლუცვავ. წარმოიდგენ, რომ ხელში ლუდის ბოთლი გიჭირავს და ტვინის ტყუდება. წარმოსახვითი ქალი შეიძლება? შეიძლება. ვალალო. კარგით, მეგობრებო, ხუმრობის დროა. ასეთი შემთხვევა მხოლოდ იმერულ პოპ-ჯგუფს შეიძლება მოუვიდეს. Who let the dogs out? დაგირეკავ მერე! კარგით, სანამ ყველაფერი რიგზეა, მოდით მაყურებელს ჩვენი სასაცილო ნომრები ვაჩვენოთ. მოდით ვნახოთ შემთხვევა გპ-ისთან. ჩემი ძმა. დასარეკი ხო არა გაქვს? აუ არა, არა, და სიგარეტი? არც ეგ. არც სიგარეტი. ხურდა? აუ არა. დაჩი, გამარჯობა, როგორ ხარ? მადლობა, კარგად. არა ხარ, ძმაო, კარგად, რანაირად ხარ, კარგად.
მოდით ვნახოთ სამტრედიელი ბავშვი და მისი ბაღის მასწავლებელი. საპირფარეშოში გინდა? საჭმელი გინდა? წყალი გინდა? აბა რა გინდა? ვიცი მოდით ვნახოთ რომანტიკა სამტრედიაში. ნახოთ ქალი, რომელიც უკვე 40 წელია ფილარმონიასთან დგას. ვაიმე გია სურამელაშვილი სალამი გელაგნოლიძე გამარჯობა 4 გია იცოცხლეთ და ბოლოს, ჩვენ გამოსვლას დავასრულებთ ქართველი თამადის სიტყვებით, რომელსაც ხშირად კონფლიქტი მოსდევს. სიძეს რა ახალგაზრდა დედაყოლია კაცო. დიდი მადლობა თქვენ წინაშე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის შერეკილი გუნდი შერეკილი გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბატონ დავით გურგენიძეს, ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბატონ კარლო კოპალიანს, ასევე ამ უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ლევან ფიფიას. პირველი კონკურსის ჩვენი ბოლო მონაწილე ზურგის ქარი ბათუმი, ხოთ. ჯოხი რად გინდა? მეორე ჩაიცვი. მართლა რად გინდა ეგ ჯოხი? გაიბზარა და მეკრდნობა. აბა რა. აუ კიდე ესა რამე დაავადება მითხარით ჰაიმორიტი ალიო გადავხედეთ თქვენი ანალიზის პასუხებს და ჰაიმორიტი გაქვთ ვინ იყო? არ ვიცი ნომერი შეეშალა ბიჭებო გადაფსკვნელი ძმაკაცები რას ნიშნავს? აი ჯიმი და გაბუ ოღონდ მარტო ჯიმია გადაფსკვნილი თუ გინდათ ჯიმიზე ხუმრობები კიდევ გქონდეს ტაში დაუკარით ვა არ გვეგონა დაგველოდით გაბუნია რამდენი წლისაა? არ ვიცი, მაგრამ გამოგითვლი. 6 წელი ღამის შოუს მიყავს, 3 წელი დენს ჭრიდა, 4 წელი სწავლობდა. აჰა, ესე იგი 13 წლისაა. ზვიო? ესაა ზვიო. ზვიო 8 წელია ღამის შოუს პროდიუსერია. მანამდე 5 წელი ფილმებს ახმოვანებდა. მანამდე 10 წელი ძალიან პოპულარული იყო. გამოვიდა 23 წელი. არა და აშკარად მეტი ეტყობა. და ჯიმი? ჯიმი 40. დავით, შენთან ძალიან პირადული კითხვა მაქვს.
მიდი დაუშვი, ყველა აქ ვართ. იმ გოგოსთან ქონდა რამე? მე კი იმას არა. აბარა. დღეს ვის ვეთამაშებით? შერეკილი, ჭირიმე და ორი ცალი. ხო? ხო. ერთ-ერთი ვერ გავალთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. სვიოს დღეს კულულათმები მარცხნივა აქვს გადავარცხნილი. ეგ რას ნიშნავს? იწვიმებს. ასტამა რატომაა წამყვანი? იმიტომ რომ ჯიმის არ ეცალა და ჟიურიში ჩასვეს. ირაკლი მეზურნიშვილი რატომ არის ხოლმე ჟიურიში? შვიდობისთვის და მდგრადი განვითარებისთვის. გათხოვება მინდა და როგორ გავთხოვდე? ვინმე კაი მახინჯი ბიჭი ნახე. რო არ მუშაობდეს და ბებიის პენსიაზე იყოს დამოკიდებული. სადღა არიან ეგეთი ბიჭები? ჩვენ გამოსვლას დავასრულეთ ჩემი ყოფილი შეყვარებულის ბოლო სიტყვებით. iPhone 17 მინდა. თქვენს წინაშე იყო არა ის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის ზურგის ქარი. ეს იყო გუნდი ზურგის ქარი. გუნდი ზურგის ქარი გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტურ თვითმმართველობას. კი ბატონო, დასრულდა პირველი კონკურსი და ჟიურის თხოვ შევაფასოთ. შეგახსენებთ, რომ მაქსიმალური ქულა პირველი კონკურსის იუმორისტული ნომრის არის 10. გავყვეთ ხარაგაული ჭირიმე 9 10 10 10 9. მადლობა. ორი ცალი 10 10 10 9 9. დიდი მადლობა. შერეკილი 9 10 10 10 10 და ზურგის ქარი ბათუმი 9 10 9 10 10. მადლობა. სანამ შემდეგ კონკურსზე გადავალ, მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნატროშვილს გაწეული დახმარებისთვის და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თეა ჯუღელს. მოკლედ ხარაგაული 48 ქულა, ორი ცალი 48 ქულა, ზურგის ქარი ბათუმი 48 ქულა და შერეკილი 49 ქულა. მეორე კონკურსი გახლავთ ლიდერების კონკურსი. წარმოდგენილია 4-ვე ლიდერი, ნუ გუნდებმა ასე ერჩიეს, ესენი არიან ლიდერები და მოდით დავიწყოთ კონკურსი. ორ-ორი ხუმრობა. თითო წაგებულ გუნდს მიაქვს თითო ქულა, თავიდან 2 ქულა, 3 4 და საბოლოოდ 5 ქულა. კარგით, გავყვეთ. ზურგის ქარი, გთხოვთ 2 ხუმრობა. აჭარაში ყველაფერს დასვუმატებთ. ასე გავჩდი მე, ჩემი ძმის მერე. მადლობა. შერეკილი 2 ხუმრობა. რჩევა გოგონებს, თუ გეპეიშნიკვა ბიჭმა გითხრათ შენი შეჭმა მინდა, არ იფიქროთ რომ უყვარხართ. შეიძლება მართლა თქვენი შეჭმა უნდა. ბატონო, მეორე ხუმრობა. არასდროს ენდოთ ექსტრასენს, რომელიც კარზე დაკაკუნების დროს გეკითხებათ, ვინ არის? ორი ცალი, ნინი, გთხოვთ. ჯიმი აბესაძე ცოტა ხნის წინ არავინ იცნობდა. ჰოპ და მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
მეორე ხუმრობა. სარკეში რომ ვიყურები, სულ დედაჩემის ბებიის დის ბავშვობას ვხედავ. კი ბატონო. ხარაგაული ჭირიმე. რა ვარციგნა ხარაგულის მერია წითელი ლენტი შეიძინა. აუ ჩემი გაი, აზი რაზაც გვინდა იმას გავხსნით. მეორე ხუმრობა. ისი ჩემი მასწავლებლებიდან ყველაზე კეთილი ფიზიკის მასწავლებელია. გაკვეთილიდან ლუძე რომ აგზავნის ხოლმე ასე მეუბნება ხურდა შენთვის დაიდოვეო. კი ბატონო. ატენციონ ჟიური, ჩავიარეთ უკვე პირველი წრე. ჭირდება გადაწყვეტილება. დიდი მადლობა, კარგი დასაწყისი იყო. საჯარიმო ხუმრობები ბათუმი და ორიცალისგან. გოგონებო, ხო? გოგონებს შორის გაიმართება დუელი თითო ხუმრობით. კი ბატონო, ბათუმი. ჩემმა დაქალმა ჯიმი აბესაძეს მიწერა. ჯიმი ქრაშავოდა. ჯიმიმ გაიხარე, მადლობა შენც მრავალს დაესწარიო. ორიცალი, ნინი, გთხოვთ. ეხლა გაცინოთ. აპაჩემა რო გაიგო სიგარეტს ვეწეოდი, დეპრესიაში ჩავარდა და კამეჩებით ამოვიყვანეთ. აბა რას გეტყვით? ჟიურის პასუხს ველოდებით. მოკლედ ჟიურის აზრები კიდევ გაიყო ორ ნაწილად და მე არ მინდა ჩემ თავზე ავიღო პასუხისგებლობა, ამიტომ კიდევ ერთი საჯარიმო ხუმრობები გოგონებო. მოკლედ გოგონებს შორის დიდი დუელია. ზურგის კარი, გთხოვთ. სვიად ბლიაძეს დავუმუღამე და მივხვდი, რასაც ჩალიჩობს. საშუალო ცნობილი სტუმრები გიორგი გაბუნიას შოუში მიყავს და მერე უკვე გაპოპულარებულები ზურა მანჯავიძის შოუში. ჩალიჩობს. არგით. ორიცალი, ნინი, გთხოვთ. ყველა იძახის ადამიანმა კარგი სახელი უნდა დატოვოსო. იმანი კითხოს, ვისაც ხარიტონი ქვია, თორემ მე კი დამარქვეს ნინი. რა სიტყვით? ვემშრობებით ნინის მადლობა. მადლობა, ორი ცალი მიდის ნინი ორი ქულით. კარგით, ორ-ორი ხუმრობა გავაგზელეთ. ზურგის კარი, დავიწყეთ. აჭარო ხაჭაპურს არ აგვიანდება. თქვენ უკვეთავთ ადრე. მეორე ხუმრობა. ჩაჯიბიტის მივწერა ლიდერების კონკურსისთვის ხუმრობა დამიწერე მეთქი და წეღან წაიკითხა ერთმა. მადლობთ, შერეგილი. სამტრედიელი ცხოველთა უფლებების დამცველი ძაღლმა დაგლიჯა. მადლობთ, მეორე. გრიშაონიანი თავის კომპიუტერში ყველაფერს დისკზე ინახავს. მადლობა. ჭირიმე. გუშინ ინგლისურის გაკვეთილზე დამაცემინა და მასწავლებელმა სტოდიშიო. მეთქი მერსი თქო. ეს სალაპარაკო ინგლისური კი ვიცით გაც. მადლობა, მეორე ხუმრობა. ხარაგულს უცხო პლანეტელები შემეესიენო, რო ამბობენ გაბუქებულია. ისი იგანა 1-2 კინკილა უცხო პლანეტელი შემოსევა არის, კაცო. მადლობთ. აბა, გადაწყვეტილება გვინდა ჟიურისგან. მიღებულია გადაწყვეტილება, კი გთხოვთ. ბატონო, დიდი მადლობა გადაწყვეტილების მისაღებად გჭირდება საჯარიმო ხუმრობები ბათუმი და ხარაგაულისგან. ბათუმი და ხარაგაული. ზურგის კარი, გთხოვთ ერთი ხუმრობა. მამა ჩემი ისევ არ იძინებს გიორგი გაბუნიას ღამის შოუს რომ არ უყუროს. აი იმ მომენტზე იძინებს ხოლმე გაბურამ ამბობს. ერთი კაცია მოსულიო. მადლობა, ჭირიმე. წელს ხარაგაულის ჩხერიმელას ფეხბურთელებს წარმატებული საშემოდგომო სეზონი ჰქონდათ. სტადიონზე 3 ტონა მარტო ყვახი მეიყვანეს. მადლობა. რა სიტყვით?
ბოდიში ბავშვებო გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება და თითო ხუმრობა კიდე გვაჩუქეთ. კიდევ ერთ თითო. კარგით, გავყვეთ. თუ გვაქვს ხუმრობები, მივყვეთ და მივყვეთ. ერთი ხუმრობა ზურგის ქარი, გთხოვთ. ერთ ბიჭს უნდა და ჩემთვის iPhone 17 ეყიდა. მე კიდე უარი უთხარი, იმიტომ რომ მე 2 წლამდე iPhone 17-ის წინააღმდეგი ვარ. მადლობა. გთხოვთ, ჭირიმე. ხარაგულის დინარეში დაჭერილი ოქროს თევზი არც ერთ სულის არ შეგისრულებს. სიგარეტზე გაიგზავნოს. კი ბატონო. დიდი მადლობა, ვემშვიდობებით ხარაგაულს. ვემშვიდობებით ხარაგაულს 3 ქულა მიაქვს. გავყევით. დაგვჭა 2 კონკურსანტი, 2 ლიდერი. ორი ხუმრობა წავყევით, ზურგის ქარი. თურქეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ტაქტიკას პენტაგონი შეისწავლის. მეორე ხუმრობა. რომი ძახით მისტერ ბისტი მაგარი იუთუბერიაო. რანაირადაა მაგარი? ხან რომელ ქართველ იუთუბერს პარავს კონტენტს? ხან რომელს? მადლობა, შერეკილი. ქართული წარმოების ძეხვი თოგზე იმიტომ არის ჩამოკიდებული რომ არ გაიქცეს. მეორე ხუმრობა. შალვა ნათელაშვილს ამერიკაში გაცვლითი პროგრამით უნდა წასვლა, მაგრამ არაფერში არ გაგვიცვალეს. მადლობა, ჟიურის გადაწყვეტილება. დიდი მადლობა, ეს კონკურსი მოიგო შერეკილმა. შერეკილი. ზურგის ქარი 4 ქულა, შერეკილი 5 ქულა. მოდით ახლა ჟიურის თხოვოთ 2 სიტყვა გითხარით დღევანდელ შეხვედრაზე. კი ბატონო. ზვიად ბლიაძე. კიდევ ერთხელ მადლობა ბავშვებო, მადლობა მაყურებელს, ასეთი მაყურებელი დღევანდელი თამაში კარგი, იმიტომ გამოვიდა დიდწილად რომ მაყურებელი იყო ასეთი კარგი, მათ მოგცეს თქვენ სტიმული და თქვენ მათ იმედები არ გაუცრუეთ. დიდი მადლობა ამისთვის, ძალიან კარგები ხართ, საერთოდ არაკნინებს ეს თქვის დიდებულებას. რაც შეეხება გუნდებს, ხარაგაული, დიდი მადლობა. ნუ გაქვთ ასეთი სახეები, ყველაფერი წინ არის, დამშვიდით. ხარაგაულს დიდი მადლობა, ბათუმი, გადასარევი, ვიცი ახლა ემოციებს არ გამოხატავთ, მაგრამ ყველაფერი კარგი იყო, მადლობა. შერეკილი, მოწოდების სიმაღლეზე ხართ, ტემპი, პროფესიონალიზმი, 2 ცალი, ძალიან საყვარლები, ძალიან კარგები ხართ და გისურვებთ შემდგომში წარმატებას. დღევანდელი თამაში შედგა ძალიან კარგი იყო, მადლობა ყველას. დიდი მადლობა ჯიმი აბესაძე. უღმესი მადლობა. რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ მართლა 3 მუსიკოსი ვისხედით ჟიურიში, ბატონი გელა, ბატონი ეზო და ბატონი ჯიმი და ძალიან კარგი თამაში იყო, ყველა გუნდი ძალიან მომეწონა. ეხა შერეკილი და მე უნდა გამოვარჩიო ჩემი მეგობარი ვალალო კოპალეიშვილი, უნიჭერესი ბიჭი. მადლობა ვალალო, ეგეთი თავგანწირვით რო თამაშო, ბათუმი, სასწაული, ხარაგაული, ჩემი იმერლები ამათ ვენაცვალემე და 2 ცალი კიდე მიყვარხართ ბავშვებო ყველანი და ყველანი ნიჭიერები ხართ და წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს და რავი, დღევანდელი თამაში მე მგონი შედგა და ერთი აპლოდისმენტები. მადლობა. მადლობა. რეზო ბლიაძე, გთხოვთ რეზო. მოგესალმებით, ძალიან კარგი თამაში იყო. ტექნიკური უნივერსიტეტი მომეწონა განსაკუთრებით, მაგრამ ძალიან საინტერესო გუნდია ბათუმი და უსურვებ წარმატებებს. რაც შეეხება ხარაგაულს, ხვდები რომ ჯერ მე მგონი ცოტა პატარები არიან და გავიზრდებით და მოუმატებთ 2 ცალიდან 1 ცალი განსაკუთრებით მომეწონა და მადლობა თქვენ. იფიქრეთ რომელია ეს. მადლობა რეზო. გელა დონაზე. ხოვთ გელა. პირველ რიგში დიდი მადლობა დღევანდელ დღეს რომ თქვენთან ვატარებთ. მინდა თავარი ნიუანსი აღნიშნო, თავარი ხაზგასმა რომ ძალიან დიდი სტიმული ხართ ჩვენი მომავალი თაობის და ჩვენი ახალგაზრდობის და ძალიან დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა, იმიტომ რომ ეს აი აქ არის ჯანსაღი და აქ არის ნამდვილი იუმორი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რა თქმა უნდა. ყველა ძალიან კარგები ხართ, არავის არ გამოვარჩევ. მადლობა. გიორგი გაბუნია, მოგესალმებით. დიდი მადლობა. მოდი კიდევ ერთხელ ტრადიციულად აბა მქუხარი აპლოდისმენტები ბავშვებს. მადლობა, ძალიან კარგი თამაში იყო, ძალიან ბევრი ვიცინე. მიხარია რომ ჩემი მშობლიური შერეკილი კარგი გუნდი ჩამოყალიბდა ამასობაში ამ წლების განმავლობაში და საბოლოოდ მივიღეთ არაჩვეულებრივი შედეგი და კარგები ხართ ძალიან და მიხარია.
ორი ცალი იყო დღეს აღმოჩენა ჩემთვის ძალიან ბევრი ვიცინე მართლა გულწრფელად და ნინი ნიკა ძალიან კარგი იყო და იმედია გიხილავთ კიდევ ხარაგაული ტრადიციულად თავისი იმერული ნიჭიერებით თან ეს თაობათაცვლა არის ხარაგაულში და ღირსეულად აგრძელებთ მინდა გითხრათ ზუსტად აი იმ საჩემპიონო გუნდის თამაშს რომელიც არის ჭირიმე და დიდი მადლობა თქვენ ძალიან ნიჭიერები და ძალიან კარგები ხართ და ძალიან გვიყვარხართ ისე მიყურებენ არაფრის თქმა არ მინდა რა დიდი მადლობა კარგები ხართ ხიმილიც გიხდებათ ხანდახან გაიღიმეთ და ტრადიციულად თქვენს სტილში არაჩვეულებრივი იყო დიდი მადლობა ჟიურის წევრებს მადლობა ბატონ ნიკას მაყურებელს კიდევ ერთხელ და რედაქტორებს და მოკლედ ყველას ხო ერთი ამბავი არის ერთი წუთით თქვენ ბრძანებთ ბატონო ნიკა და მე თუ რამე მოილაპარაკეთ მე გითხარით 2-20 სიტყვას მოკლედ ამ თამაშის შედეგი ასეთია გუნდი 2 ცალი 50 ქულა ხარაგაულის გუნდი ჭირიმე 51 ქულა ზურგის კარი 52 ქულა და გუნდი შერეკილი 54 ქულა ნახევარფინალში ამ მეოთხედფინალიდან გავიდა ზურგის კარი და შერეკილი. ეხლა კი როგორც ვატყობ ჟიურისა კიდე რაღაცა სათქმელი გადაწყვეტილებრივად გთხოვთ. მადლობა ასტამ ესე იგი ჟიურიმ ვიმჟელეთ მოკლედ და ერთობლივად მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობაც პრაქტიკულად არ ყოფილა შევჯერდით რომ მეოთხედფინალებს ბატონო ნიკა იმ 6 გუნდთან ერთად დაემატება 2 გუნდი ეს გუნდები არიან სანგუ და სოხუმარები. მაშასე ნახევარფინალს დაემატა კიდე 2 გუნდი ეს არის სანგუ და სოხუმარები. ამით ჩვენი მეოთხედფინალები დასრულებულია. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.